პავლე მოციქულისა წიგნი ებრაელთა მიმართ, თავი მეხუთე. რამე თუ ყოველივე მღვდელთ მოძღვარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათვის დადგის იგი ღვთისა მიმართ, რაითა შესწირდეს შესაწირავთა და მსხვერპლთა წვდოთათვის შემდობით. და სწორად და წყალობად შემძლებელ არს უმეცართა მათ და შეცდომილთა, ვინაიდან მასცა ზედააც უძლურებაი. ამისთვის თანააც ვითარცა ერისათვის, ეგრეცა თავისათვის ისათვის შეწირვა და მსხვერპლი წვდოთათვის. და არავინ თავისთვისით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არს ღმრთისა მიერ, ვითარცა იგი აჰრონ. ეგრეთცა ქრისტე, არა თავითვისი ადიდა ყოფად იგი მღვდელთ მოძღვრად, არამედ რომელი იგი ეტყოდა მას. ზეჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ, ვითარცა იგი სხვასაც ადგილსა იტყვის, შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესა მასზე და მელქისედეკისსა. ვითარცა იგი დღეთა მათ ხორცთა მისთასა, ვედრებასა და ლოცვასა, შემძლებელისა მისა მიმართ ხსნად მისა სიკვდილისაგან, ხმითა მაღლითა და ცრემლითა შესწირვიდა და შეისმინა მისი მოშიშებისა მისგან. და რამე თუ ძეღა იყო, ისწავა, ვინაიდან იგი ივნო მორჩილებაი. და სრული ქმნა და ექმნა ყოველთა მორჩილთა მისთა მიზეზ ცხოვრებისა საუკუნოისა და სახელ ედვა ღმრთისა მიერ მღვდელთ მოძღვარ წესსა მასზე და მელქისედეკისსა, რომლისათვის მრავალ არჩვენდა სიტყვად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად, ვინაიდან უძლურ იქნენით სასმენელითა და რამე თუ თანაგედვა, რაითამცა იყვნით მოძღვარ ჟამისა ამისგან, ყოლად გიხმს ვეღა, მოძღვრებაი თქვენ, ასოთა რათმე და საბამისა სიტყვათა ღმრთისათა და იქნენით მოკენე სიძისა და არა მტკიცისა საზრდელისა, რამე თუ ყოველი რომელი მიიღებნს ძესა, უმეც არ არს სიტყვასა მას სიმართლისასა, რამე თუ ჩვილარს, ხოლო სრულთაი არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი, წურთილნი ჰქონეთ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა.